საქართველოში მაღალპროდუქტიული საქონელი სომხეთიდან შემოვა. ამასთან დაკავშირებით 26 ივლისს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სომხეთის არზნის საჯიშე მეურნეობას შორის მემორანდუმი გაფორმდა. პირუტყვის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. როგორც არზნის ფირმის პრეზიდენტი განმარტავს, აღნიშნული საქონელისგან შესაძლებელია 3-ჯერ მეტი რძის მიღება, ვიდრე იმ ჯიშის პირუტყვისგან, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული. სომხეთში მაღალპროდუქტიული საქონელი 8 წლის წინ ევროპიდან შემოიყვანეს, მათ კავკასიის კლიმატურ პირობებში ადაპტაცია უკვე გაიარეს. მსგავსი მაღალპროდუქტიული საქონელი წლებში ჯორჯიან ბიზნეს ზონაში მაისის თვეში ჩამოვიდა. ზაფხულის განმავლობაში პირუტყვი ურავლის მთებში იქნება. როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე განმარტავს, ევროპიდან საქონლის შემოყვანა გაცილებით ძვირჯდებოდა. სომხეთისა და საქართველოს კლიმატური პირობები კი თითქმის თანაბარია, რაც მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს. სექტემბრის თვეში, როდესაც პირუტყვის საზაფხულო საზოვრიდან დაბრუნდება, წნისის საჯიშე მეურნეობაში ფერმის ოფიციალური გახსნა იგეგმება. ევროპიდან შემოყვანა ბევრად უფრო ძვირი არის, ვიდრე სომხეთიდან, შედარებით რისკიც ნაკლები არის და კარანტინზე რო დგას თვითონ ჩამოდიან და ამოწმებენ პირუტყვის მდგომარეობას, რაც უფრო მარტივი არის. ყველას მიეცემა საშუალება, რომ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, რომ უნდა მაღალპროდუქტიური პირუტყვის შეძენა კოოპერაციის ფარგლებში იქნება ეს თუ პირადი ბიზნესის განვითარების ფარგლებში, მიეცემა сაშუალება მზაობა გამოთქვეს, ანუ რეალურად საქართველოს базаრი გახსნილია უკვე ამ ორგანიზაციასთან და ნებისმიერ фермерს შეიძლება მათგან შემოიყვანოს. В мире аналогов нету, чтобы Holstein порода и фликфей могли в горных условиях камнисти давать то же самое молоко, то, что в Европе. Если так посчитать, она 3 раза больше дает молока, и намного потеря может быть 1-2%.